ჩვენებურები იწყება ფესტივალი 28 სექტემბერს ბათუმში გაიხსება. კონცერტები ბათუმის გარდა ანაკლიასა და თბილისშიც გაიმართება. მაყურებლის წინაშე 7 ქვეყნიდან ჩამოსული ანსამბლები გამოვლენ. დასკვნით საღამოს კი მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელს ბათუმის ოპერის თეატრში გაიხსნება. ჩვენებურები 28 სექტემბერს დაიწყება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ანაკლიის ამფითეატრი, გრიბოედოვის სახელობის აკადემიური თეატრი და მთაწმინდის პარკი. ჩვენებურები მაყურებელს აქ განახლებული პროგრამით უმასპინძლებენ. ფესტივალი ტარდება არა მარტო საქართველოში, მოგრძნებათ უცხოეთშიც ტარდება, სადაც კი ჩვენ გვეგულება ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი დიასპორები, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც ასევე უყვართ ქართული პოლიფონია, უყვართ ქართული ცეკვა და ესეთი სიამოვნებით სწავლობენ და მღერიან ჩვენ სიმღერებს. მე-15 საერთაშორისო ფესტივალში მსოფლიოს 7 კუთხის კოლექტივები და შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოსულ ქართველ ხელოვანებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ქართული ნაციონალური ჩოხები, კაბები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა გადასცა. ჩვენებურებს ხარს უჭერთ უნდა ძილით რომ ანსამბლებს და ეს არის 7 ანსამბლი აღჭურვათ თქვა ქართული კოსტუმები და ეთნოგრაფიული აქსესუარები. ფესტივალი ჩვენებურები 2004 წელს დაარსდა და ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტრადიციულად ტარდება. პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა. ჰოლანდია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ესპანეთი, საბერძნეთი, ამერიკა. ეს ის ქვეყნებია, სადაც დიასპორის წარმომადგენელთა მიწვევით დაარსების დღიდან ტარდება საერთაშორისო ფესტივალი ჩვენებურები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის და პროგრამა არის დავეხმაროთ ჩვენ საზღვარგარეთ არსებულ ანსამბლებს, იმიტომ რომ ქართული ანსამბლების საზღვარგარეთ არ არის უბრალოდ ანსამბლი, არამედ ეს არის კერები, რის გარშემოც ერთიანდება ქართული დიასპორა, რის გარშემოც ტრიალებს იქაური ქართული სული. ეს ფესტივალი ძალზე დიდ დროს თამაშობს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მათი კულტურული ტრადიციების, მათი შემოქმედებითი საქმიანობის, სამშობლოსთან ინტეგრაციის საქმეში წესს გვეყოლება მონაწილეები, რომლებიც აქამდე არ ყოფილან საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეგეთ მე-15 ფესტივალი ასევე წარმატებით ჩაივლის. ფესტივალი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ქართულ მაყურებელს ტრადიციულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას შესთავაზებს. დასკვნითი საღამო კი 2 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.